Წამოდექით მოსამართლე მობრძანდება და რაღაც 90% უკვე ფეხზე არ დგება რა ადამიანების, იმიტომ რომ ვის უნდა წამოუდგე ფეხზე. ჩვენ რომ მივდივართ სასამართლოში და ჯარიმეს რო გვიწერ ხო არის სასამართლო პროცესები და წამოდექით მოსამართლე მობრძანდება და რაღაც 90% უკვე ფეხზე არ დგება რა ადამიანების, იმიტომ რომ ვის უნდა წამოუდგე ფეხზე. აი ნინო ენუკიძეს უნდა წამოუდგე ფეხზე თუ აი გელოვანს იმ მოსამართლეს, ანუ სიგიჟეები ხდება, მანუჩარ ცაცუას ვარ წამოუდგები ფეხზე, ანუ ეს ადამიანები არიან, რა ვიცი, სისტემის ჭანჭიკები ჩვეულებრივად, ანუ მოსამართლეობას არაფერი კავშირი არ აქვს. ჩვენ ხო თავიდან ლაპარაკობდით დამოუკიდებლობაზე, როცა ვამბობდით შინაარსზე, ხო საუბრობთ, რომ შინაარსს უნდა გამოვახულოთ ყურადღება. ეხლა წარმოგიდგენთ მოსამართლე, მისი შინაარსი, მანუჩარ ცაცუა, ვერე ნინო ენუკიძე, ის ვიღაც გელოვანი, ეხლა რამდენად შეუსაბამო რაღაცა, ეხლა მოსამართლეობის ცნებასთან ეს ადამიანები ხო საერთოდ ჩორს არიან, ხო? ვიღაც მოდის და პირდაპირ აი ნინო ენუკიძის სახე აქვს, მაგრამ ბიძინა გელაპარაკება რა, ანუ მანუჩარ ცაცუა არის სახეზე, მაგრამ გელაპარაკება ბიძინა რეჟიმი გელაპარაკება, ხო? ანუ ეგ არის კატასტროფა, ანუ მაგიტო არცემს არავინ სასამართლო ინსტიტუციას პატივს.